მშვიდობის ქრისტე აღდგა. თეთრი ხალათი. თეთრი ხალათი, გარეთ წვიმა. და განწყობა ცოტა მოხუშული. მთელი წვიმა, ხო ისი? თვის ბოლომდე. მართლა? არა, ერთი ღიანი ზეზე. დანარჩენ სუცია. ბოლომდე ბევრი დრო არ ეს იმის გარა, ცუდია, წვიმა კარგია. წვიმა კარგია, მაგრამ აი ცოტა მოღუშული განწყობა გვანცა თქვა და ჩვენ ორგანიზმსაც ზუსტად მასეთივე განწყობა აქვს ხოლმე გაზაფხულზე. ასე ხსმენია რომ ანუ ერთი კვირით გადაიდება ის გაღვიძება რომელზეც დღეს ვისაუბრებთ ხო ჩვენი ორგანიზმის რახან წვიმებია და გაიღვიძა და მიზინება ზაფხული გაიღვიძა ძიმა ნუ ძიმასთან თუ გაიღვიძა სხვებში არ გაუღვიძია ჯერ და მოგეთ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ აი ეგრეთ წოდებულ სეზონების ცვლილებების დროს იმუნიტეტის დაცემას მოვერიოთ თან ბევრი სტერეოტიპი არსებობს რომ ზამთარში ორგანიზმი ვერ იღებს ვიტამინებს რომელიც მას ჭირდება იფიტება ყველა ორგანო განსაკუთრებით კანი თმა და ასე შემდეგ ყველაფერი ის რაც გაციებები ყველაფერი ტკივილები მაგრამ ეს იმუნიტეტი ხსმენია მოდით აი ერთხელ სამუდამოდ გავარკვიოთ რა არის ეს იმუნიტეტი და მე დავაყაროთ ბევრი შეკითხვები Facebook-ზე უკვე წერენ ანოსის დადებისთანავე შეკითხვებს და ჩვენ სტუმარს დავუსვამთ პირდაპირ ეთერში მოგწერეთ თქვენი სასურველი მაშინ იმისთვის რომ გავარკვიოთ რა არის ეს იმუნიტეტი და რატო გჭირდება ასე ძალიან რომ გქონდეს კარგ მდგომარეობაში დაგვეხმარება და დაგვჭირდება თერაპევტი ხათუნა ლეჟავაა ჩვენთან დღეს სტუმრად მოგზანდით ხათუნა გამარჯობა სალამი გამარჯობა გილოცავთ დაბრძანდით და თუ შეიძლება ვიდრე შეკითხვებს დაგისვავდეთ აგვიხსენით რა არის ეს იმუნიტეტი რომელიც დაბადების პირველივე წამიდან ასე საჭიროა ადამიანისთვის იმუნიტეტი არის აუცილებელი ჩვენი სიცოცხლისათვის. ეს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ჩამოყალიბდება იმუნური სისტემა. და ახლა წარმოიდგინეთ ძალიან მარტივად აგიხსნით, ჩვენ ყოველდღიურად ვართ ბაქტერიების, მიკროორგანიზმების, ვირუსების გარემოცვაში. ჩავისუნთქავთ ჰაერით, ყოველ გადაყლაპულ ლუკმასთან ერთად უამრავი ბაქტერია და ვირუსი და მიკროორგანიზმი შემოიჭრება ჩვენს ორგანიზმში. ხელის ჩამორთმევით, ნებისმიერ საგანზე შეხებით და ამიტომ უნდა არსებობდეს რაღაცა დამცველობითი ძალა, რომელიც დაგვიცავს ჩვენ ამ შემოტევისაგან ვირუსებისა და ბაქტერიების. ეს არის იმუნიტეტი. ეს არის იმუნური სისტემა. ბავშვი რო იძახის, მოიცადე რომ გარეცხავს თავის აი ეს იმუნური სისტემა გვიცავს და მისი დაქვეითება და დაკობა გუყავს ადამიანს. რა თქმა უნდა. დაქვეითებული როდის არის? ყველაზე მეტად გაზაფხულზე. იმიტომ რომ ზამთარ გამოვლილი ორგანიზმი არის დაძაბუნებული, ვიტამინების ნაკლებობა გვაქვს. იცით რა მაინტერესებს? ეს აზრი ვიცით დიდი ხანია და ცხოვრების ცვალებადობასთან ერთად ხო შეიცვალა რამე, იმიტომ რომ ადრე ნუ ზამთარი ისეთი იყო მართლა მკაცრი, ნუ ძველ დროს ვამბობ უკვე თქვათ პროდუქტების ნაკლებობა იყო ძალიან. მართლა რეალურად ეს იყო. დღეს პრინციპში, როდესაც სეზონური საჭმელი პრინციპში ბოსტნეულია თუ ხილი არ არსებობს და ზამთარში შეგვიძლია რომ შევისოთ ბოსტნეულით ორგანიზმი შეიძლება ეს ხარისხით არ. ანუ დღესაც აქტუალურია ეს აი ვიტამინების ნაკლებობა არის ან თქვათ საკვების არა მრავალფეროვნება საწინდარი იმის რომ იმუნიტეტი დაეცეს. თუ ჩვენ ვართ ესე მოწყობილი რომ ამ ცვალებადობასთან ერთად არა ჩვენ საერთოდ ჩვენს ორგანიზმს ძალიან უჭირს გადაწყობა ახალ სეზონზე. ტემპერატურას გულისხმობს. კრიტიკული პერიოდია შემოდგომა ზამთარი და გაზაფხული. ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, ზამთარში შუქის ნაკლებობა, მზის შუქის ნაკლებობა, გარდა ამისა ტემპერატურის ცვალებადობა. ეხლა 2 დღის წინ იყო არაჩვეულებრივი ამით ცხელო და დღეს ცივა, ხო? ეს ორგანიზმისთვის სტრესია. გარდა ქრონიკული ვირუსები ავადობა, ხო, ალბათ. ეს არის ყველაზე მეტი საფრთხე ზამთრის სეზონში. ბუნება იღვიძებს და მიძინებული ქრონიკული დაავადებებიც იღვიძებს ბუნებასთან ერთად და სარგებლობენ იმითი, რომ ჩვენი იმუნიტეტი არის დაქვეითებული. რაც არ უნდა ვიტამინები და ხო, ან ვიტამინები არ არის მაინც ზამთარში მაინც კვების რეჟიმი სხვა. ჩვენ მეტად უფრო კალორიულ საჭმელს ვიღებთ ზამთარში, იმიტომ რომ სიცივა, მოთხოვნილება, ორგანიზმის მოთხოვნილება ასეთი და მაინც არ არის სრულფასოვანი ვიტამინიზირებული კვება.
იმუნიტეტის დაქვეითება დაუშვათ შეიძლება მიმდინარეობდეს და ადამიანი ვერ გრძნობდეს ამას. აი ფიზიკური გამოვლენებები არ იგრძნობს აუცილებლად რა. რამოდენიმეჯერ როცა ზამთარში იავადებ ვირუსული ინფექციით, ნებისმიერი არაექიმი მეზობელი კეთობს, რომ იმუნიტეტით დაგვიქვეითდა. და ამიტომ ამბობ. ნუ ამბობ ხარ, იმიტომ რომ ორგანიზმი ვერები კიდე გეტყვის რამე აუცილებლად მოაყოლეს. უნდა დალიო. არ გირჩევთ. იმიტომ რომ გვეკითხება მაყურებელი, ჩემ შულს აქვს ძალიან სუსტი იმუნიტეტი ფაქტია არ აქვსო. თუ შეგიძლიათ გითხრათ რა გავაკეთოთ, ვის მიმართოთ ან რითი მოვაძლიეროთო. ანუ არსებობს რაღაცა კონკრეტული ერთი რეცეპტი თუ ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც შვილის მიმართ განსაკუთრებით უნდა დაიცვას მშობელმა, რომ შვილის იმუნიტეტი იყოს მყარი. ბავშვებს ვიტამინები ძალიან გავრცელებულია, რომ როგორც კი რაღაცა შეატყობენ ბავშვს, რომ იავადა ერთხელ ორჯერ ვიტამინებს ალევინებენ და ეს ვიტამინები ჩვენ ძალიან მცირე რაოდენობით გვჭირდება, თუმცა მათი დეფიციტი საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ ბავშვებს განსაკუთრებით ზედმეტი ვიტამინი არ სჭირდებათ. ამიტომ პედიატრთან კონსულტაციის გარეშე არღის მედიკამენტებით პირიქით შეგვიძლია ვავნოთ ორგანიზმს და იმუნიტეტს ვავნოთ. მივიღოთ ესეთი მედიკამენტები, რომლებიც პირიქით დააქვეითებენ იმუნიტეტს. აი ვირუსი როგორც კი დაემართება გრიპი ადამიანს, იწყებენ ანტიბიოტიკების მას. ცნობილია, რომ ანტიბიოტიკი საერთოდ არ მოქმედებს ვირუსზე და იმუნიტეტისთვის ანტიბიოტიკზე ხშირად ისე ფრაზა გამახსენდა ცნობილი, რომ აი ბავშვებთან მიმართებაში, როდესაც იწყებენ ბავშვებს ბაღის პერიოდს, ამბობენ, რომ აი გამოუმუშავდება ერთხელ იავადებს ორჯერ, ხუთჯერ და მერე იმუნიტეტი გამოუმუშავდება და აღარ იავადებს, ხო? მეორე წელს რა იგულისხმება ამაში? რა იგულისხმება? იმიტომ რომ ყოველი აბადობა გვაძლიერებს ჩვენი იმუნიტეტის ერთ-ერთი მაჩვენებელია ტემპერატურული რეაქცია. როცა ადამიანს არ აქვს ტემპერატურა, მაღალი მას ფაქტიურად ბრძოლის უნარი არ ქონია და ეს ვირუსებიც იღუპებიან მაღალ ტემპერატურაზე. ამიტომ ის რომ 37-ზე და 5-ზე აძლევენ სიცხის დამწერლს, საშუალებას არ არის სწორი რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არ აძლევენ იმუნიტეტს საშუალებას რომ იბრძოლოს. ორგანიზმის ბრძოლაში. თვითონ იბრძოლოს. აი უკან მინდა დაბრუნდე და კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ეს ფრაზა ანტიბიოტიკის მავნებლობაზე, ასე ვთქვათ, რიგ შემთხვევებში ხშირად ვსაუბრობ და ყოველთვის ვცდილობთ რომ ხაზი გავუსვათ. მაგრამ არ ვსაუბრობთ ხოლმე ვიტამინების გადაჭარბებული დოზის მავნებლობაზე. და აი ძალიან მოკლედ რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ეს და რა შეიძლება გამოიწვიოს? ხო, რას იწვევს და ვიტამინების დოზის გადაჭარბება კიდევ უფრო მარტივია ვიდრე ვთქვათ სხვა პრეპარატები. რა თქმა უნდა, როცა ჯერ ერთი და თვითონ ორგანიზმი გაცნობებს იმას, რომ მას არ ჭირდება. აი თავის კივილი იწყება ვიტამინების მიღებისას, რაღაცა დისკომფორტია, წნევა იმატებს. შეხურებები. ხო, აი ესე კი არ ჭირდება მას. დამდალო ცვილ ქვეყანაში გვაქვს უამრავი სეზონურად შემოდის ახლა ბოსტნეული ხილი და შეგვიძლია ეს ხილის და ბოსტნეულის სახით ავინაზღავროთ ჩვენი ზამთრის დანაკლისი. ზამთარში ზედათ საშამნელი კი არა, მაგრამ კალორიულ საკვებზე, ხორცზე, უფრო ცინიანზე, ხო, ეს კვების რეჟიმზე ვარ გადასული და მეც ვჭამთ. როდესაც ანტიბიოტიკებს ნიშნავს ექიმი, შემდეგ მოაყოლებს ხოლმე რაღაცა ეგრეთ წოდებულ ფერმენტს, რომელიც თითქოს ეხმარება ორგანიზმს ძალების აღდგენაში, ხო? ეს რამდენად ეხმარება იმუნიტეტს, რომ თუნდაც იმ ანტიბიოტიკების მავნეზე გავლენას გაუმკლავდეს. იცით რა არის, ესეთ საჭიროებების და მიხედვით, თუ იქ დაირღვა ნორმალური ფლორა ნაწლავის, არის ბაქტერიები, რომლებიც მავნებელია, მაგრამ არის ბაქტერიები, რომლებიც პირიქით ჩვენ გვჭირდება. აი მაგალითად იოგურტში არის ის ცოცხალი ბაქტერიები, რომელიც ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებისთვის არის აუცილებელი. მაწონში, იოგურტში, კეფირში. იოგურტი ცოტა ისე უყურებენ ხოლმე სკეპტიკურად მაინც. იოგურტს გააჩნია კონსერვანტი არ უნდა, ხო, უკონსერვანტოს და კეფირი, მაწონი, ჩვენი მაწონი არის არაჩვეულებრივი. მომინდა. მაგრამ ესე კონკრეტულად რო გითხრათ, რომ იცით ეს სისტემა, იმუნური სისტემა, რომელიც ბოლომდე რა თქმა უნდა შესწავლილი არ არის და ამერიკელი მეცნიერი თომას ფაიზლი ამბობს, რომ ეს არის ისეთივე დონეზე შესწავლილი კაცობრიობის მიმართ, როგორც კოსმოსი. ახლა წარმოიდგინეთ, ხო? იმუნიტეტზეა, იმუნურ სისტემაზეა. არა, თეორიულად თქვენ ყველაფერი იცის, იმუნიტეტი დამიქვეითდა იმუნიტეტი რაღაც, მაგრამ მთლიანობაში რა ესეთი პრობლემაა. ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ვარჯიში და ასე შემდეგ ეს ხო უწყობს ხელს სახელმწიფოს ყველა შეწყობა რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ზედას ხო რაღაცას გავაკეთებინეთ ბოლოს გეუბნები მაშინ.
აი უწყობს ხელს თუ არა? ბოდიში თიგა. უწყობს რა თქმა უნდა უწყობს. სულ აერზე სეირნობა. საერთოდ სრულფასოვანი ძილი. სუფთაზე და არა მაგისტრალების რა თქმა უნდა. ძილი. აი სრულყოფილი ძილი. უძილობა ანგრევს იმუნიტეტს. მაქსიმალურად ვეცადოთ ავიცილოთ სტრესები. აი რომ ნეგატიური მოვლენები გავუშვათ ეს. თუ ვინმე შეძლებს აი სამაგიეროდ შეგვიძლია ვიურთიერთოთ ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც გვსიამოვნებს ურთიერთობა. აი მას უხერხოთ რო იყო მაგალითად მე გაგიხარდება თქვენ. თიმე მე მგონია დეპრესიულ ადამიანთა გადაგედება ეს ყველაზე მაგარი იმუნიტეტი და მეგობრებთან ხშირად ვიურთიერთოთ. პოზიტიური ხარ. ცხოველებთან ვიერთვით. ნადლო ფრანცა. აი ხათნა დაიწყო გაზაფხული, ხო? და რადგან ამბობთ რომ სწორედ გაზაფხულზე არის ყველაზე ესეთი დაქვეითებული იმუნიტეტი, როგორ შეიძლება ეს გაზაფხული გამოვიყენოთ იმისთვის რომ ავიმაღლოთ და უკვე მეორე ნახევარში მაინც ოჩაღად ვიგრძნოთ თავი. ეს კი იმდენი პრობლემა მოდის ამ გაზაფხულთან დაკავშირებით. სანამ აი ავიკრებთ ჩვენ ავკრიფავთ ამ ენერგიას, მანამდე ცოტა გვიჭირს. გუნება განწყობილებაც რაღაცა ისეთი გაღიზიანებულები ვართ და ეს ქალბატონების პრობლემები აი სახეზე გამონაყარი იწყება, ეს მიკროორგანიზმები რომლებიც დერმატიტებს იწვევენ, მაშინ აქტიურდება, თმის წვენა, ოთახის ტკიპა აქტიურდება. ოთახის ტკიპა რომელიც თავისთვის რაღაც მტვერში და ბალიში ყოველ გაზაფხულზე ახალი ბავშვი ხო? სარგებლობს აი ამ ჩვენ დაქვეითებული იმუნიტეტი გვიჩნდება გამონაყარი, დერმატიტები, სხვადასხვა ჩირქოვანი, აკნე, აი ეს იმუნიტეტთან კავშირშია ყველაფერი რაც ჩამოთვალე. კავშირში. კუჭნაწლავის ტრაქტის მოწესრიგება არის აუცილებელი ამ დროს. აი წყლოვანი დაავადებების, კუჭის წყლოვანი დაავადებები სწავლდება გაზაფხულზე. ანუ ქრონიკული დაავადებები მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები, იმიტომ რომ წნევის ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, ამინდის ცვალებადობაა და ჩვენ აუცილებლად თვალყური უნდა ვადევნოთ ჩვენ წნევას. აი მაგ ბუნებრივი ვთქვათ მოსმეული და კვების და იმის გარდა როცა იმუნიტეტი ძალიან დაბლდება მედიკამენტოზური აი იმუნომოდულატორები გინდა. ეგ უკვე ჭრის თუ ვთქვათ ისეთ თემაა რომ მაინც როცა აუცილებელია, მხოლოდ როცა აუცილებელია შეიძლება ეხმაროთ იმუნიტეტს. გავთხოვნა, აი ყველა ვიცით რომ აუცილებლობა დაბადებიდან დედის რძით კვების არის პირველ რიგში, იმიტომ ეს აუცილებლობა რომ დედა გადასცემს საბაზისო რაღაცა იმუნური სისტემის თვისებებს, ხო, თავის შუას. რა ხდება აი ამ დროს რო აგვიხსნა და რატომ არ იცავს, თქვა, მთელი ცხოვრება შემდეგ ეს თვალსაჩინო მნიშვნელოვანია და აი ეს განაპირობებს ბავშვის იმუნიტეტს, სად ხდება მერე შერყევა ამისი და იცით რაშია რამდენი ხანი ყოფნის? აი ეს სტრესები, მუდმივი ავადობა ყოველი თვითონ იმუნურ სისტემაშიც ხდება ისეთი რაღაც ცვლილებები, აი ვთქვათ იმუნიტეტაც იმუნიტეტი არ უმუშავდება სისტემა, აი ამაშია საქმე. ირღვევა ეს იმუნური სისტემა, სადღაც რაღაცა თუ მიუხედავად იმისა, რომ აი საათის მექანიზმებით აწყობილად უნდა მუშაობდეს ჯანსაღ ორგანიზმში, ხდება რაღაცა ისეთი შეცდომები და ვთქვათ რაღაცა აი ალერგიის შემთხვევაში რაღაცა პატარა ალერგენზე არანორმალური, არაადეკვატური რეაქცია ორგანიზმს. ან თუნდაც ვთქვათ მოიშლება რაღაცა რგოლი და ვერ ცნობს იმ ვირუს, ბაქტერიას, რომელიც უნდა ჩაყლაპოს და მოკლას. შეიძლება იმუნიტეტთან ერთად ვთქვათ მშობელმა ბავშვს რაღაცა განწყობა გადასცეს რაღაცა დაავადებების მიმართ. გენეტიკურად, გენეტიკური დაავადებები თავისთავად. არა, ამის მიმართ კარგად განწყობილი იმუნიტეტი და მძლავრდა რაღაცის მიმართ თუ ეს ერთი სისტემა ისეთ და ყველაფერს ერთნაირად ებრძვის. საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი გენეტიკიდან. და აი უცლად ყოფნის პერიოდშიც კი ორსულმა ქალებმა უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, მოწესრიგებული ძალიან მნიშვნელოვანია კვება და მოწესრიგებული კვება უნდა გქონდეთ. სტრესები მაქსიმალურად სიმშვიდეში უნდა იყვნენ, აიცილონ სტრესები, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ეს მავნეჩვევებისგან თავის შეკავება იმ ორსულობის პერიოდში მაინც ბავშვს მაქსიმალურად გადავცეთ ჯანსაღი იმუნური სისტემა. თუმცა გენეტიკურად მე ვფიქრობ, რომ გადაეცემა, იმიტომ რომ ხშირად გამიგია, რომ აი ყველაზე სუსტი რგოლი ვთქვათ იმუნიტეტის შემთხვევაში, მაგით ტყელი ხო? ვიღაცას ტყელი უცივდება, მე ჩემს შემთხვევაში მაგალითად და დედასაც ყოველთვის აქედან მოსდიოდა ეს პრობლემა. ანუ რგოლები ჯამში ყველაფერი სუსტის შეიძლება
ჭირდება გამეორდეს. ყველაზე და ყველაზე მეტად, როდესაც ჩვენი იმუნიტეტი ასე ვთქვათ, გააფრენს, ამას უკვე ქვია აუტოიმუნური დაავადებები, ხო? როდესაც აი აუტოიმუნური დაავადებები რა არის, იცით? როდესაც საკუთარ ჯანსაღ უჯრედებს ვერცნობს. ვერცნობს ტრადაღი ქვამს და საკუთარ ორგანიზმს ერგვის საკუთარივე იმუნიტეტი. აი რა შემთხვევაში ხდება ეს ხოლმე? იმუნური სისტემის დარღვევაა. დარღვევა. ის შეიძლება კონტროლი, ეს რა მექანიზმით მოწმდება იმუნური სისტემა რა მდგომარეობაშია? არის ამერზე? ნუ იცით რა, როდესაც უკვე რაღაცა აი ქრონიკულად მაწუხებს დაუშვათ? არა, აი რაღაცა მოხდება ისეთი, რაც არ უნდა ხდებოდეს. მაგალითად ვთქვათ, აი მწვავედ დაიწყება სახსრების ტკივილი, ვთქვათ. ან დაღლილობა მუდმივი. მუდმივი დაღლილობა უფრო ისეთია, რომ შეიძლება არ ვცდა წაიყრუო ჩვენ განსაკუთრებით ესეთი მოუცლელი მომუშავე ხალხი რეჟიმში, რომ მაგრამ ეს მაინც თეორიული, აი მე ძალიან დამაინტერესა ციკას შეკითხვა. არსებობს რამე, ვთქვათ, აი მარტივად უბრალოდ ანალიზი. მე რა თქმა უნდა არსებობს ანალიზები. აი მე რო ვიკეთო წელიწადში ერთხელ იმუნიტეტზე ანალიზი, ხო არის რაღაცა გეგმიური ანალიზები, შეიძლება შევიდეს იმუნიტეტზე, იმუნურ სისტემაზე ანალიზი. არა, მე თვითონ ჩემ გეგმებში როგორ კეთდება? იმუნოლოგიური ლაბორატორია საკმაოდ რთულია, ეს ძალიან სერიოზული თემაა, ძალიან და ამდენად. უამრავი ანალიზის გაკეთება ასეთი რაღაცა განსაკუთრებული თუ არ ხდება, მაშინ არც პირს ხამს. მეც ყველაფერი რომ არ ვაბრალოთ იმუნიტეტს, ხო? თიკა მეც შენსკენავა რომ მეც მინდა გეგმიური შეჭრა. თუ იმუნიტეტი კარგი მაქვს, არ არსებობს რამე პრობლემა რო გაჩნდეს ჩემს ორგანიზმში? თუნდაც არ ვიცი, შეიძლება ძალიან იმას რაღაცა ლეგიტიმური შეკითხვა. თუ ებმართავს მე ამიტომ შეკითხვასო, მაგრამ აი დაუშვათ. მაშინ სიმსივნური რაღაცა შეიძლება არც გაჩნდეს, როდესაც მყარი იმუნიტეტის შემთხვევაში ის სიმსივნური შეჭამს. ანუ თუ იმუნიტეტი არსებობს კარგი, ესე იგი გამორიცხულია რამე მომერიოს, ხო? რაღაც უცნაური რამე ეს იმუნიტეტი, ისეთია ამორფულია, რაღაცა ეთერულია, ხო? არ ვიცით როგორ შევინარჩუნოთ. არ ვიცით როგორ გამოიყურება. და მაინც რა თქვი? გამოიყურება შეიძლება თქვა. როგორც შეიძლება ამ იმუნურ სისტემაში შედის ელენთა ძulis ტვინი, ლიმფური კვანძები, სისხლი. ეს არის იმუნური სისტემის მკერდუკანაჯიკვანი, თიმუნსი, ეს არის შემადგენელი ნაწილები. და გამოდიხოთ, არ ვიცი, კონკრეტული რჩევი არ მოგიციეთ, ხო? გაზაფხულის მოვედით და რა გავაკეთოთ? ძალიან კარგია ვიზიტი კოსმეტოლოგთან. ძალიან კარგია მნიშვნელოვანია კოსმეტოლოგთან აუცილებლად. მნიშვნელოვანია მასაჟები. რომ რაღაც ცირკულაცია სისხლის ხო გავაცოცხლოთ და სულ ჰაერზე სეირნობა, საკვები კუთვება, ჯანსაღი კვება, უფრო ბოსტნეული და ხილი და ჯობია ის ბოსტნეული და ხილი, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი. რომ ეხლა გადახედავ, სულაც იმდენი მწვანეა, ბოლოკი რაღაცა მჟაუნა, რაღაცა ძალიან ბევრი ხილით შემოვარხუნელა, ყველანაირ ყოჭაღობ ძილი, შვიდი ძილი. ფსიქოლოგთან ვიზიტი ძალიან სასარგებლო იქნება. ან მეგობრებთან. აი მეგობრებთან ვიზიტი რა შეკითხვით? ფსიქოლოგი რაღაცა დეპრესიული არა, თუ ისე რაღაცნაირად ჩვეულებრივად მოდის გაზაფხული, არ არის დეპრესია მაგალითად. თუ არ არის მაშინ მოდის გაზაფხული, მეგობრებთან სიარული, მეგობრებთან ურთიერთობა, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა. გარე გადაღებებზე გასვლები. კი, ერთ-ერთი მაყურებელი გვეკითხება, რომ სეირნობა თუნდაც თუ დამინჩა იტყოს საშინელი ამინდია, მაგრამ ერთსაათიანი სეირნობა, ეს ხასიათი მოქმედებს, ხო, ხასიათი გადამდებია იმუნურ სისტემისთვისაც. მაყურებელი გვეკითხება, რომ ვინც დადის საბავშვო ბაღში, ვისაც აყავს შვილი საბავშვო ბაღში, ფაქტობრივად შეუძლებელია იმუნური სისტემის ერთხელ და სამუდამოდ მწყობში მოყვანა, იმიტომ რომ მუდმივად ხდება გადადება სხვადასხვა ვირუსების. თქვენ კითხვით, რომ თქვა ეს ვირუსები თუ ტემპერატურა გამოიმუშავებს იმუნიტეტს და გარკვეულწილად აძლიერებს ბავშვის ორგანიზმს, მაგრამ აი ძალიან ხშირმა ავადობამ შეიძლება რამე დაღი დაასვას ასე ვთქვათ. ავადობა ორგანიზმს ასუსტებს, მაგრამ იცით რა არის, აქ სადღაც ცოტა მშობლების ბრალიც არის, ხო? ნახევრად გამოუჯამრთელებელი ბავშვი, რომელიც ახველებს, აცემინებს, რინიტი აქვს, ცხვირიდან გამონადონია, მიყავთ ბაღში, ხო, მიყავთ ბაღში და ბავშვს მდგომარეობაც ხანგრძლივდება ეს გამოჯამრთელების პერიოდი და სხვასაც ავნებს.
ინფექციის წყაროა, ხო? აი, ამიტომ მგონია რომ არავითარ შემთხვევაში ასეთი ბავშვი არც პედაგოგმა არ უნდა ჩაიბაროს და არც მშობელმა არ უნდა მიიყვანოს. კარგით, მაშინ ნუ გადავშოთ, ნუ მოხდა, მოვარჩინე იავა და რაღაცნაირად გამოვაჯამრთელე და აი მერეს იმუნიტეტის ამწევი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ თუ არა, იმიტომ რომ დავშოთ ზამთრის პერიოდზე ვისაუბრებთ და როგორ აი ამას ექიმი წვეს თავისთავად, მაგრამ ყველა ექიმი სხვადასხვანაირად უყურებს ალბათ ამ საკითხს და მართებული რომელია პრინციპში. ყველა ექიმა იცის თავისი ბავშვი, თავისი პაციენტი. საკმაოდ კარგად, ისე რომ აი ზუსტად იმას დაგინიშნოთ, რაც საჭიროა და აი ზედმეტად ხო გეუბნებით აი გატაცება აი ამ ვიტამინების განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ჩვენ მოზრდილებს კიდევ უფრო მეტი გვჭირდება, უფრო დაღლილია ჩვენი ორგანიზმი, უფრო მეტი ქრონიკული დაავადება გვაქვს და ბავშვი პატარა მას ჯანსაღია. რაც არ უნდა ვირუსით იავამტყუპოს მისი ორგანიზმში საბოლოო ჯამში მე რო პატარა ვიყავი და ყველაფერი რა სასარგებლო იყო, ყველაფერი უგემურად მეჩვენებოდა. მოშუშული კომბოსტო და რაღაცა ეგეთი შული კომბოსტო ხარ ავიცი. ვიზარდე გემრიელი ყოფილა მივხვდი. ხომ არ უყარს ბოსტნეული და უშოთ ვერაჭმე. ხო, ბევრს არ უყარს. ხო, და ვერაჭმე. არის და მე ის ხო. მაშინ რძის პროდუქტები ვთქვა, ჩავანაცვლოთ, ხო, შეიძლება. თუ არ არის ალერგიული ბავშვი პროპოლისზე და თაფლის პროდუქტზე, ვიტამინებზე მეც ძალიან წინააღმდეგი ვარ გადაჭარბებული ზომიდან. აი თაფლის პროდუქტები კიდე ძალიან პოპულარულია იმუნიტეტის ასამაღლებლად. თუ შეიძლება ძალიან კარგი. დინდგელი არის ბავშვი ალერგიული. თუ ნამდვილად არ არის ალერგიული. სამაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული. ძალიან პოპულარულია ხა გამახსენდა ეს რაღაცა გატარებული თაფლი ნიგოზი რაღაცა узმოსე კურაგა ეს იმუნიტეტთან არის რაღაცა იმაში თანხმედრაში ანუ ვითომ იმუნიტეტის ასამაღლება დილაობით აძლევენ ყველა პროდუქტში მის შემადგენლ ყველა პროდუქტში არის ვიტამინები მიკროელემენტები რომელიც ჩვენთვის ძალიან საჭიროა და ეს ყველაფერი არის ნატურალური მაგრამ ამავე შედის იქ ციტრუსოვანი ცედრა რაღაც რაც შეიძლება ალერგიული მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ იქ ნაღლის ბუშტი თუ გვაწუხებს და ზედმეტი ნიგოზია და ქიშმიში ნაღლის ბურს სახეზია და დაწმუნებული უნდა ვიყოთ რომ ერთი რამისთვისაც კარგი არამლებს სხვა რამე. კი, ნამდვილად არ არსებობს აქედან გამომდინარე უნივერსალური მიდგომა, ყველასთვის ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, ყველასთვის ინდივიდუალურია. 7 ოპერაცია მაქვს გაკეთებული ნაწლავებზე. იქნებ მითხრათ, თავისთავად მექნება იმუნიტეტი დაქვეითებული და რა შეიძლება რომ მივიღო რომ იმუნიტეტი ავამაღლო. რაც ესეც ზოგადი შეკითხვაა. ხო, ესეც ზოგადი შეკითხვაა. ისიც რა ალბათ მაინც ნაწლავის ფლორა უნდა მოვაწესრიგოთ. აი ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება რომ ვთქვათ ეუბიოტიკი და მიიღოს, ამ პრობიოტიკი რა მიიღოს? პრობიოტიკები. 7 ოპერაცია ნიშნავს რომ ყველაფერი გამოიარა ადამიანმა და რაღაცა 7 ოპერაციას რო გაიგეთ. ანტიბიოტიკი ექნება. თუმცა მისი ექიმი ალბათ დაუნიშნავდა კიდევაც შესაბამისად. ექიმო დაუნიშნეთ რომ ჩვენ რაიმე შესაბამისად არ შევიდეთ. იმუნომოდულატორი და იმუნოსტიმულატორი. ხო ეს ორი სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენელი პრეპარატებია და როგორ გამოიყენება იმუნურ სისტემასთან მიმართებაში რა როდის არის საჭირო? ხო, ეს კი იმუნოსტიმულატორები იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა რომ ეს დასუსტებული იმუნიტეტი ცოტა წამოვწიოს და იმუნომოდულატორებიც ასევე ცვლის იმუნურ სისტემას და აძლიერებს მას. ანუ ცხოვრებაში თითქოს იმუნოსტიმულატორი რაღაც ხელოვნურად არის იმუნომოდულატორი თითქოს ბუნებრივად ეხმარება და ეხმარება, დიახ. ანუ რეალურად იმუნომოდულატორი უფრო მოსაწონია ამ შემთხვევაში. თუმცა ესეც ხო გეუბნებთ ყველაფერი აბსოლუტურად ინდივიდუალური. მე რომ მინდოდა ერთი რაღაც ყველაზე მორგებული რჩევა რომ მიგვეყო, მაგრამ მაინც სუფთა ჰაერი ჯანსაღი ცხოვრება და ასე შეება. ჯანსაღი ხდება. ხო იცი რა, ყოველთვის ჩვენი მაგნებელია, ხო 3 საათამდე კურიერი და კურიერამდე შეერი ბრძომა ეთერში. თქმა უნდა, მაგნებელია. თან არ ვიცი ხა. საიდან წვანილეულია და ხო არ მოგრიჟა და ხო დავაგე. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ამოვწუროთ ხო იმუნიტეტის თემა. ამოვწურავი თემა, მე არ ამოვწურავი, შეგვეძლო სამის ორგანიზმის დაცვა აცრებითაც შეიძლება და ამ თემაზე ვისაუბრებთ შემდეგ ბლოგში. მიქნებ ვისადილოთ. მაგერა ბალახეული. ხატნო დიდი მადლობა.